თქვენი აზრით საქართველოს კონსტიტუციაში მუხლი უნდა არსებობიყოს თუ უნდა ამოვიღოთ მუხლი ევროკავშირსა და ევროატლანტიკულ ალიანსში გაწევრიანების შესახებ? ძნელი სათქმელიც, იმიტომ რომ თუკი გვავალდებულებენ რომ კონსტიტუციაში იყოს ეს ვალდებულებად არსებობს უკვე როცა კონსტიტუციაშია და როცა ვალდებული ვარ და დავალებული ვარ ეს მომენტი არ მომწონს. ზოგადად ევროკავშირი თავისთავად თავიდან ეფექტური იყო მათი კავშირი, მაგრამ დასუსტდა და იშლება. ევროპა ძალიან დასუსტდა, ევროპა აღარ არის ის ევროპა. და ეს საბოლოოდ რამდენიმე უკვე ევროპის წევრი რამდენიმე ქვეყანა უკვე დაიწყეს გამოსვლა იქიდან და მე მგონი საბოლოოდ დაიშლება. საერთოდ კავშირების სანდო არ არის, ყველაფერს თავის დასაწყისი აქვს და თავის დასასრული და ზოგადად იცით როგორ არის ხა. აი ნეიტრალიტეტზე რო არის საუბარი, მე მაგის მომხრე ვარ რა. ახალი მსოფლიო რეალობიდან გამომდინარე, თქვენი აზრით საქართველოს კონსტიტუციაში უნდა იყოს თუ არა მუხლი ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება? არა. არ უნდა იყოს ეს მუხლი, რატომ თქვენი აზრით? იმიტომ რომ არ არის საჭირო. ჩემი აზრით ნატოს და ევროკავშირის არის ბლეფი. როდესაც იკეტება რაღაცა კარი ამ შემთხვევაში, ხო? ჩვენ აღარ უნდა ვაბრაგუნოთ არს. ეს ისე ცხოვრებაშიც ესე არის ვფიქრობ. საქართველოს კონსტიტუციაში მუხლი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ კანონად უნდა იყოს თუ უნდა ამოვიღოთ? მე მაგალითად იმის აზრის ვარ, რომ დღეს საქართველო დაჩაგრულის აი ესე იგი იმაშია თითქოს იცით, აი ევროკავშირი იმდენ უსამართლო გადაწყვეტილებებს ღებულობს სხვა ქვეყნებთან შედარებით, მე რასაც უსმენ, თორე სინამდვილე რა არის მე არ ვიცი. აი ვფიქრობ, რომ ეს კონსტიტუციაში არ უნდა იყოს ჩადებული. თქვენი აზრით საქართველოში, საქართველოს კონსტიტუციაში კანონი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ უნდა იყოს თუ უნდა ამოვიღოთ? უნდა ამოვიღოთ, აუცილებლად უნდა ამოვიღოთ, იმიტომ რომ ისინი ჩვენი მიმღებები არ არიან და ეს არის ხალხის აი გვატყუებენ, ევროპელები ცალკე და ნატოს ხალხი ცალკე. ამიტომ უნდა ამოვიღოთ. დღევანდელი მსოფლიო რეალობიდან გამომდინარე, თქვენი აზრით საქართველოს კონსტიტუციაში კანონი მუხლად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ უნდა იყოს თუ უნდა ამოვიღოთ? უნდა იყოს. რატომ არ უნდა იყოს? იმიტომ არ უნდა იყოს ევროკავშირმა გაიფუჭა სახელი და აღარ გვინდა მე პირადად ჩემი სახელით არაფერი საქმე არ მაქვს ევროკავშირში. არც რუსეთში. მე ჩემს საქართველოში მინდა. ნეიტრალურს არ დავტოვებ ჩემს საქართველოს, როგორც არ უნდა გაუჭიდეს ჩემ ოჯახს. აქ ვიმუშავებ, ძროხებს მოვწყემს და არ წავალ ევროპის ქალებს არ გამოვბან ტრაქს. ასე გადაეცი ზუსტად.